დღემშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო მოგესალმებით. ტელეკომპანია მეგეტივის პირდაპირ ეთერში ტრადიციულ დროს გადაცემა შუოდღე ქუთაისში დაიწყო. ნანა თევდორაძე მუშაობს თქვენთვის. ძალიან მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა დღესაც გავატაროთ დაახლოებით ეს 1 საათი თქვენთან ერთად. ვეცდები კარგი განწყობა ჩაგიქმნა და განწყობასთან ერთად ჩვენი შეხვედრა იყოს ინფორმაციული. გადაცემის სტუმარს წარმოგიდგენთ არაჩვეულებრივი ქალბატონი გვეწვია, რომელიც ახლო წარსულში ხშირად იყო ხოლმე გადაცემის სტუმარი, ჩვენი მეგობარი ქალბატონი ნუგეშა გაგნიძე. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი. მოგესალმებით ქალბატონი ნუგეშა, როგორც ზანტებით არაჩვეულებრივად გამოიყურებით მინდა გითხრათ. მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მაყურებელს, თქვენს ასევე არაჩვეულებრივად გამოიყურებით. დიდი ხანი არ შევხვედრივათ. ძალიან სასიამოვნოა განახლებულ სტუდიაში თქვენთან სტუმრო. მადლობა, დარწმუნებული ვარ მომავალში ხშირად შევხვდებით ერთმანეთს. ყოველთვის ვფიქრობ, რომ საინტერესო საუბრები გამოგვდიოდა და დღევანდელი დღეც არ უნდა იყოს გამონაკლისი. განწყობა როგორია? განწყობა მშვენიერი, ამინდიც მშვენიერი, მზე ანათებს, ცოტა გრილა, მაგრამ ძალიან სასიამოვნო გარემოა გარეთაც და თქვენთან. ძალიან კარგი. მოკლედ, ჩვენი ცენტრალური სასაუბრო თემა რა უნდა იყოს? ყოველთვის თუ არა გერმანული, თქვენი სიყვარული გერმანიისა და ამენისადმი, ის რომ აგერ უკვე მე რამდენი წელია იბრძვით და იღწვით, რომ საქართველოში განსაკუთრებით სტუდენტებს და აბიტურიენტებს შეავყაროთ ეს არაჩვეულებრივი ენა და მოდი თავიდან დავიწყოთ. თქვენ როდის და რატომ დაინტერესდით გერმანული ენით ალტერნატივად, როცა სხვა ენებიც არის საქართველოში? დიახ, მე ძალიან დიდი ხნის წინ ვსწავლობდი სკოლაში. გასული საუკუნის 70-80-იან წლებში 1993 წელს დავამთავრე ქუთაისის მერვე საშუალო სკოლა, მაშინ ასე ერქვა. და ჩვენ არჩევანი არ ჰქონდა. იმ პერიოდში იყო დადგენილი, რომ კონკრეტულ სკოლებს უნდა ესწავლოთ კონკრეტული ენები. ჩემ სკოლაში იყო მეხუთე კლასიდან გერმანული ენა. რა თქმა უნდა, მეორე კლასიდან რუსული ენა. მინდა გითხრათ, რომ გერმანული ერთ-ერთი საგანი იყო, ერთადერთი ალბათ, რომელიც ჩემი აზრით კარგად არ ვიცოდი. Ну, მაშინ არ იყო იმდენი შესაძლებლობა ენის შესწავლისთვის, როგორც ეხლა არის. ათასნაირი მედია საშუალებები, ფილმები, გახსნილი საზღვრები და ახალგაზრდები ხანდახან 3 და 4 უცხო ენას ფლობენ თავისუფლად. ჩვენთვის ჩაკეტილი იყო საზღვარგარეთ წასვლაც კი და სიმართლე გითხრათ, მაშინ არც მიოცნებია, რომ ოდესმე გერმანიაში ასე ინტენსიურად ვივლიდი და გერმანული ლიტერატურის მკვლევარი გავხდებოდი. უბრალოდ სკოლის დამამთავრებელ კლასში ძალიან კარგ მასწავლებელთან შვეტა გოგინავასთან მიმიყვანა მშობლებმა და შევისწავლეს კარგად, რაც შეიძლებოდა ესწავლა იმ პერიოდში ადამიანს უცხოენა. თუმცა ახლა მე-10 კლასელებმა და მე-11 კლასელებმა უცხოენები გაცილებით უფრო კარგად იცის, უფრო მეტი მოთხოვნაა. მაშინ ჩვენ თეორიულად სწავლობდით ფაქტობრივად ენას და ჩავაბარე ისტორია უცხოენის სპეციალობაზე. ანუ ორი სპეციალობა დავასრულე, პირველ წელსვე მოვეწყე ძალიან მაღალი ქულებით და შემდეგ გაგრძელდა და გაგრძელდა. გამრჩა ასე გერმანული ენა, ლიტერატურა და კულტურა. ნუ ფილოლოგიისადმი სიყვარული რა თქმა უნდა თავიდან მქონდა ბავშვობაში. მერვე კლასის შემდეგ ყველა კონფერენციისა და ტურის გამარჯვებული ვიყავი ქართულ ენასა და ლიტერატურაში და 14 წლის ვიყავი ჩემი თემიდან ნაწყვეტი რომ დაიბეჭდა ერთ-ერთ გაზეთში და ძალიან ვამაყობდი მისაღებ გამოცდებზეც 5-იანი მივიღე, რაც იშვიათი შემთხვევა იყო იმ პერიოდში. და აქედან გამომდინარე ხა ქართული ლიტერატურისადმი, დასავლეთ ევროპული ლიტერატურისადმი და ზოგადად ლიტერატურისადმი სიყვარული იქცა ჩემთვის პროფესიად და შემდგარი სპეციალისტი ვერაფრით ვერ იქნები, რამდენიმე უცხო ენას თუ არ ფლობ, ვერცერთ დარგში და მით უმეტეს ფილოლოგიაში. და ის ცოდნა რაც დააგროვეთ, ალბათ კიდე ჯადოსნური ხერხები და საშუალებები სჭირდება ადამიანს, რომ სხვებს გაუზიაროს. თან იმ ადამიანებს, ვისი თანატოლიც ოდესღაც იყო. როგორია თქვენი მეთოდები სტუდენტებთან მუშაობის? ეს დღესაც საუბრობდით უნივერსიტეტში, რომ მასწავლებლობა დიდი მოვალეობაა და მას არ ყოფნის მხოლოდ კარგი აკადემიური განათლება. მასწავლებელს უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული უნარები, რაც მას შესაძლებლობას აძლევს თავისი ცოდნა და გამოცდილება მოსწავლებამდე კარგად მიიტანოს.
მოსწავლეში მე გულისხმობ სკოლის მოსწავლესაც და შემდეგ სტუდენტები, რა თქმა უნდა, ხშირად მაქვს მე სტუდენტებთან ურთიერთობა, არა მარტო საუნივერსიტეტო სივრცეში, არამედ გერმანულ ენასაც ვასწავლი, ამას მოითხოვს ცხოვრება და მრავალი წელია ვამეცადინებ მოსწავლეებს, სხვადასხვა ასაკის ადამიანებს გერმანულ ენაში და მათ ხშირად უთქვამთ ჩემთვის, რომ მარტო ენას არ სწავლობენ ჩემთან, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო, მოსასმენია და კიდევ ბევრჯერ სიამოვნებით მოვისმენდი, თუ მე რომელიმე ჩემი მოსწავლის ან სტუდენტის ცხოვრებაში კარგი კვალი დავტოვე, არა მხოლოდ როგორც გერმანულის მასწავლებელმა, არამედ როგორც ადამიანმა, რომელსაც შეუძლია თავის გამოცდილება გაუზიაროს ახალგაზრდებს. განსხვავებულია ეს მიდგომები სახლში და საუნივერსიტეტო არსებითად განსხვავებულია. სახლში არასოდეს არ მყავს და არ მყოლია საკუთარი სტუდენტი. ეს ძალიან მიუღებელი ფორმაა. თანაც სტუდენტებს მე ლიტერატურას ვასწავლი, დასავლეთ ევროპულ და გერმანულ ლიტერატურას და სახლში მოსწავლეები მოდიან იმისთვის, რომ ისწავლონ გერმანული ენა და ძირითადად უფრო დიდი ასაკის ადამიანები და სტუდენტებიც შეიძლება ითქვას ნაკლებად, ან აბიტურიენტები, ან უკვე უნივერსიტეტი რომ დაასრულეს და უნდათ გერმანული ენა ისწავლონ და კვალიფიკაცია აიმაღლონ გერმანიაში და სხვადასხვა მიზნები არის წასვლისთვის. ზოგს სტუდენტად წასვლა უნდა, ზოგს მაგისტრატურაში წასვლა უნდა, ზოგს რაღაც კვალიფიკაციის სასამაღლებელი კურსი ან მუშაობა უნდა გერმანულენოვან რომელიმე ქვეყანაში, არა მხოლოდ გერმანიაში, ავსტრიაშიც მიდიან, შვეიცარიაშიც მიდიან. ზოგი სამედიცინო მიზნებით, აი მაგალითად რამდენიმე ადამიანი ვამეცადინე, რომლებიც წარმატებული ექიმები არიან გერმანიის სხვადასხვა კლინიკაში და გვაქვს ურთიერთობა და მიხარია და მეამაყება. აი მყავს ერთი გაზრდილი კიდე, რომელიც მათემატიკას სწავლობს პოცდამის უნივერსიტეტში და ასე შემდეგ. ანუ წარმატებული ადამიანები და შემდეგ წარმატებული სტუდენტები ალბათ თქვენს мотиваციას ერთიორად ზრდის და კიდევ უფრო აღგავსებთ ხოლმე სიამოვნებას. იცით, ძალიან ბევრი შრომა ჭირდება ამ ყველაფერს, რაც ახლა ვთქვი და ძალიან სასიამოვნოა, როცა ადამიანები ამას სწორად ხედავენ. სოციალურმა ქსელებმა დღეისდღეობით ძალიან გააშიშვლა ასე ვთქვათ, ადამიანები, რასაც ფიქრობენ, ყველაფერს წერენ და ხანდახან ისეთ ცუდ კომენტარს და მოსაზრებას გადავეყრები ხოლმე, რომ გაოცებული ვარ, იმიტომ რომ ჩვენი მთელი ცხოვრება ჩემნაირმა ადამიანებმა მიუძღვენით იმას, რომ თაობები იყვნენ განათლებულები, თაობები იყვნენ სამყაროსათვის გახსნილი და ნებისმიერ სიტუაციაში შეეძლოთ ადაპტირება და ინტეგრაცია. ეს არის მათი ცხოვრებისთვის აუცილებელი. ამას მოითხოვს 21 საუკუნე. და ჩვენ ვლაპარაკობდით, სანამ ჩვენს ინტერვიუს დავიწყებდით, რომ სულ განუწყვეტლივ უკან ხედვა კარგს არაფერს მოგვიტანს. კარგია, წარსულით სიამაყე, მაგრამ კარგი სულით სიამაყე კარგია, მაგრამ ჩვენს რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი და ჩვენი შვილები ისე უნდა გავზარდოთ, რომ ნებისმიერ სოციუმში, რა თქმა უნდა, პოზიტიურ მხარეს გულისხმობ, მათ შეეძლოთ სწრაფად ადაპტირება და თუ ადამიანმა არ იცის ენები, ძალიან გაუჭირდება ცხოვრება და ჩვენთვის ბევრი კარი იხსნება დღეისდღეობით, ხო? სწორი ადგილის მოძებნაც არ არის ადვილი და იმ ბევრ ღია კარში შენი ადგილი რომ იპოვო, ამას ბევრი ძალისხმევა და სათანადო ცოდნა ჭირდება. ქალბატონო ნუგეშა, ის ურთიერთობები, რომელიც ჩამოყალიბდა გერმანიასა და საქართველოს შორის, თქვენ თანამონაწილე ბრძანდებით, არ არსებობს წელი ერთხელ ან რამოდენიმე გზის, რომ არ წაბრძანდეთ გერმანიაში, ერთგვარად ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქალაქის ელჩის ბრძანდებით და ასე ალბათ თქვენთვის პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა. აი ეს კულტურული და შემეცნებითი ურთიერთობები, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის არსებობს. დიახ, მე გერმანელებისგანაც გამიგონია ეს კომპლიმენტი, რომ მე ჩემი ქვეყნის კარგი ელჩი ვარ და ძალიან მიხარია და მახარებს ეს ამბავი. პირველად გერმანიაში 1997 წელს წავედი, როგორც გოეთეს საზოგადოების სტიპენდიანტი. ქალბატონი ნანუ კაკაურიძის დიდი დამსახურება, მე მისი დოქტორანტი ვიყავი და მისი ხელშეწყობით მოვხვდი პირველად ვაიმარში. და იქ ვიმუშავე ჩემს საკანდიდატო დისერტაციაზე, რომელიც დავიცავი ჯავახიშვილის
სახელმწიფო უნივერსიტეტში დიდი კორიფეების წინაშე, როგორებიც იყვნენ ბატონი ნოდარ კაკაბაძე, მაია ნათაძე, დალი ფანჯიკიძე, ვახუშტ კოტელიშვილი და სხვები და ეს ამბავიც ძალიან მეამაყება და მიხარია, რომ არა გერმანული ორგანიზაციის საზოგადოების ხელშეწყობა, ჩემი ეს წინსვლა და ასე სწრაფი წინსვლა წარმოუდგენელი იქნებოდა, ხო? მაგრამ მას შემდეგ მე 4-ჯერ მქონდა გერმანიის აკადემიური გაცვლის საზოგადოების სამსახურის გერმანიის აკადემიური გაცვლის DAAD ასე იციან ჩვენში სტიპენდია, ასევე მქონდა უნივერსიტეტთა შორის პარტნიორული ურთიერთობების ფარგლებში არაერთი მივლინება, გოც საზოგადოების სტიპენდია მეორედაც მქონდა და ბოლოს ეხლა ერთი თვის დაბრუნებული ვარ, მქონდა შილერის საზოგადოების სტიპენდია მარბახის ლიტერატურულ არქივში მუშაობისთვის. და ნამდვილად შენი ქვეყნის ელჩი ხარ, იმიტომ რომ იქ მხოლოდ არქივში და ბიბლიოთეკაში არ მუშაობ. გიწევს მოხსენებების გაკეთება. გასულ წელს ლექციებს ვკითხულობდი პოტსდამის უნივერსიტეტში და წელს მქონდა პატივი თვითონ ბატონ ფონ ბულოვს შემოეთავაზებინა 4 შაბათის ტრადიციულ სემინარზე მოხსენება გამეკეთებინა არქივში, რომელსაც ესწრებოდნენ სტიპენდიანტები სხვადასხვა ქვეყნებიდან და ასევე მარბახის ლიტერატურული არქივისა და მუზეუმის თანამშრომლები და განსაკუთრებით საპატიო არის ის, რომ თვითონ ბატონი ბულოვ იყო ჩემი მოდერატორი. მოკლედ ამ დროს თავს კარგად თუ არ წარმოაჩენ, ეს შენი პიროვნების წარმოჩენაზე არ არის მხოლოდ აქ არ ეხება მხოლოდ ამას საქმე, არამედ ჩემ ქვეყანას წარმოაჩენ და რა იშრომე და რა გააკეთე იმ ერთი თვის განმავლობაში და მთელი შენი ცხოვრების მანძილზე იმ 1 საათში და 2 საათში შესანიშნავად გამოჩნდება და გარდა ამისა, რაც ასევე ძალიან საამაყოა ჩემთვის, ჩემი და ჩემი გერმანელი კოლეგის ინიციატივით, რომელიც ახლა გარდაცვლილია, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ამ საქმეს 2007 წლიდან მოსწავლეთა პარტნიორულ პროგრამას ვხემძღვანელობ პირველ საჯარო სკოლასა და ელიზაბეთ ფონ თადენის გიმნაზიას შორის და წელს უკვე მე რამდენი და აღარ ვიცი, აპრილში ჩამოვლენ 13 მოსწავლე და 2 მასწავლებელი და ისევ ამ დიდ მისიას უკავშირდება თემა ამ გიმნაზიაში, რომელიც საუკეთესოა მთელს გერმანიასა და ევროპაში, ისწავლება 2009 წლიდან საგანი საქართველო. ეს ბავშვები, ვინც აქ ჩამოდიან, სწავლობენ საგან საქართველოს და უმასპინძლებენ ქართველი ოჯახები და ჩვენ ვესტუმრებით ივლისის თვეში. ეს რამდენი ხანია ეს პროექტი? ეს პროექტი 2007 წლიდან არსებობს. ეს უწყოთ რეჟიმში თუ კორონას პერიოდში? კორონას პერიოდში 2 წელი არ იყო სტუმრობა, მაგრამ ჩვენ იმდენად გვინდოდა მეც და გერმანულ მხარესაც, რომ შეგვენარჩუნებინა ეს არაჩვეულებრივი ურთიერთობა, ონლაინ ვატარებდით შეხვედრებს, გერმანელი მოსწავლეები წერდნენ თემებს საქართველოს ისტორიაზე და ონლაინ შეხვედრის დროს მათ კონსულტაციებს უწევდით. რა თქმა უნდა, ეს საქმიანობა საპატიო, მე ამაში ხელფასი არ მაქვს. მაგრამ იმდენად ღრმად ვარ ამ დიდ ოკეანეში შესული. ჯერჯერობით უკან ვერ თუ არ გამოვდივარ, ვიდრე ფიზიკურად შევძლებთ, ალბათ გავაკეთებ, იმიტომ რომ დიდი პასუხისმგებლობა ჯერ ამდენი მოსწავლის აქ სტუმრობა და მე საქართველოსთან იქ წაყვანა და 8 ქალაქში მოგზაურობა და გაკვეთილებზე დასწრება და ეს საგანმანათლებლო პროექტია, ასე ვთქვათ და ჩემი ქვეყნისთვის ძალიან კარგი, იმიტომ რომ 400-ზე მეტმა 17 წლის გერმანულმა მოსწავლემ ამ ხნის მანძილზე ისწავლა საგანი საქართველო და საქართველო მარტო ის კი არ იციან, რომ კავკასიაშია და შავი ზღვის სანაპიროზე. წერენ 25 გვერდიან თემებს საქართველოს კულტურაზე, საქართველოს ისტორიაში, ქალთა უფლებები ქონდა ერთ გოგონას, არაჩვეულებრივი თემა გააკეთა საქართველოში და იწყებდა წმინდა ნინოდან და ამოდიოდა ძალიან მასალებს მოიძიებენ, ხშირად ჭირდებათ ხოლმე და ახლა ერთ გოგონას ქონდა კიდე ქართულ მრავალხმიან მუსიკაზე არაჩვეულებრივი თემა დამუშავებული. ბიჭები უფრო პოლიტიკურ თემებს ირჩევენ, ერთს ქონდა სტალინი გმირი თუ დიქტატორი ასეთი თემა და საოცარი მასალები ქონდა მოძიებული და აქ რო ჩამოდიან, მე ჩვენ დავდივართ მუზეუმებში, საბრძოლო დიდების მუზეუმში, ეს თავიანთი ცოდნა რო გააღრმავონ და გაამყარონ. ანუ მე ერთი მხრივ ჩემს ქვეყანაში კი ვეწევი გერმანული კულტურის პოპულარიზაციას, მარტო ენის არა, ხო? მაგრამ იქ ჩემი ქართული კულტურის და ჩემი ქართული საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციას ვეწევი და ამიტომ
გამართლებულად მიმაჩნია პირადად მე ჩემი საქმიანობა. ანუ საპასუხოდ შემდეგ ქართველი მოსწავლეები. დიახ, ივლისში მივდივართ ჩვენ ყოველ წელს. და იგივე საქმიანობას გაწევენ ჩვენი ქართველი მოსწავლეები, რასაც გერმანელები აქვს. ჩვენი ქართველი მოსწავლეები სწავლობენ გერმანულ ენას და პირველ სკოლას არაჩვეულებრივი ტრადიციები აქვს. დირექტორი ქალბატონი სალომე სარალიძე ძალიან უწყობს ამ პროექტს ხელს და პირველმა სკოლამ იმდენს მიაღწია, რომ უკვე DSD სკოლა გერმანული ენის დიპლომის გაცემა შეუძლია და პირველ სკოლა დამთავრებულებს გერმანიის უნივერსიტეტებში სწავლა შესაბამის დიპლომის მიღების შემთხვევაში და ჩვენთან უფრო ცოტა სხვანაირად გასაკითხი, ანუ ჩვენ რადგან გერმანულ ენას ვსწავლობთ, ამიტომ ვართ პარტნიორები ელიზაბეთ ფონ თადენის გიმნაზიის და რადგან ისინი ქართულს არ სწავლობენ, ამიტომ საგანი აქვთ ერთი წლის განმავლობაში სწავლობენ საგანს საქართველოს. თუმცა მათ ბევრი პარტნიორობა აქვთ, მარტო საქართველოს კი არ აქვთ, ეს არჩევით საგანი. ისრაელთან აქვთ, ესპანეთთან აქვთ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ბრიტანეთთან და საქართველოსთან. და იქ არ არის პრობლემა, ესპანურს სწავლობენ, ინგლისურს სწავლობენ. ისრაელი და საქართველოს ცოტა სხვა თემა, სადაც ენებს არ სწავლობენ და ერთ წელიწადში ვერც ისწავლენ. მაგრამ ერთი წელი საკმაოდ დროა საქართველოს კულტურის და ისტორიის შესასწავლად რაღაც დონეზე. დარწმუნებული ვარ, მათი ამჟამინდელი ვიზიტის პროდუქტიული იქნება, დაუბრუნდეთ თქვენს გეგმებს. საქართველოში რაზე მუშაობთ? საქართველოში ამჟამად მუშაობ წიგნზე. ეს არის გივი მარგველაშვილის შემოქმედების კვლევა და ზუსტად ერთი თვის წინ ამ მიზნით ვიყავ. მარბახის ლიტერატურულმა არქივმაც ამიტომ იმიწვია ბატონი გივის მთელი შემოქმედებითი მემკვიდრეობა, ფილოსოფიური, ენათმეცნიერული ხასიათის შრომები, ლიტერატურათმცოდნეობის ნაშრომები ლიტერატურათმცოდნეობაში, მთელი მისი საგანძური ერთი სიტყვით, მისი ქალიშვილის ანა მარგველაშვილის გადაწყვეტილებით მოთავსებულია მარბახის ლიტერატურულ არქივში და ლიტერატურული არქივით სტიპენდიას გასცემს მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც მუშაობს იმ მასალებზე, რასაც არქივი ინახავს. და ხოდა პატივი წილად, რომ ერთი თვის განმავლობაში მე მუშავა და დავამუშავე ეს ლიტერატურათმცოდნეობითი ხასიათის შრომები. თუმცა კიდე ბევრი რამ არის იქ სამუშაო, მაგრამ ერთი თვე ამისთვის საკმარისი არ იყო და დიდი სურვილი მაქვს, რომ კიდე ერთი თვიანი ვიზიტი გავაკეთო არქივში, თუ არქივი დამიჭერს ფინანსურად მხარს, იმიტომ რომ ადვილი არ არის იქ ცხოვრება, არქივს აქვს თავისი არაჩვეულებრივი კოლეგი ინჰაუს, სადაც მიწვეული სპეციალისტები ცხოვრობენ და არაჩვეულებრივი სამუშაო გარემო შექმნილი. და ეს წიგნი ძალიან მინდა რომ მალე დავასრულო, საკმაოდ დიდი ნაწილი მაქვს დაწერილი და გაკეთებული, მაგრამ პასუხისმგებლობაც დიდი მაქვს და მინდა რომ მიუახლოვო რაღაც სრულყოფილებას. იმედია იგივე გამოხმაურება იქნება, რაც გრიგოლ რობაქიძესადმი იყო, ხო? იმედი მაქვს. ცოტა განსხვავებულია მუშაობის სტილი, პროცესი და წიგნიც შეიძლება კი აუცილებლად განსხვავებული იქნება, იმიტომ რომ გრიგოლ რობაქიძეზე საკმაოდ ბევრი ნაშრომები არსებობს ქართულ ენაზე და გერმანულ ენაზეც არსებობს. გრიგოლ რობაქიძესთან მოსაძიებელი იყო მისი საკუთარი ტექსტები, რაც წარმატებით განვახორციელეთ ქალბატონმა მარგრეთ ჩუხარდა და მე მრავალი წლის წინ და შემდეგ ეს ტექსტები დავამუშავე ქართულ ვერსიაში. და გიგი მარგველაშვილთან სხვაგვარადაა საქმე. ეს უბადლო შემოქმედი 40 წლის მანძილზე ისე წერდა, რომ მისი ნაშრომები არ ქვეყნდებოდა, არ იბეჭდებოდა, რადგან იგი გერმანულად წერდა და რადგან მისი ნაშრომები არ იყო სოციალისტური იდეოლოგიის შესაბამისი. გამოქვეყნდა მხოლოდ 90-იანი წლების შემდეგ, როცა ის კვლავ დაბრუნდა თავის სამშობლო გერმანიაში. მისი სამშობლო იყო გერმანია, ხო? იმიტომ რომ იქ დაიბადა და ჩვენი წლამდე იქ იზრდებოდა. 18 წლამდე. ამიტომ აქ სხვა ტიპის სამუშაოსთან გვაქვს საქმე, მისი მანუსკრიპტები არის გამოუქვეყნებელი ნაშრომები საკმაოდ მრავლად მარბახში და მათთან შეხება, მათი კითხვა ჯერ ერთი დიდი სიამოვნებაა და მე ძალიან დიდ კომპეტენციას მოითხოვს, რომ მის სიღრმეებს წვდე. ამიტომ ასევე ლექსებსაც გერმანულ ენაზე წერდა და ქალბატონ ნაირა გერაშვილს აქვს ფანტასტიკური თარგმანები გაკეთებული, მაგრამ კიდევ ბევრი ლექსია და მეც შევეცადე რამდენიმე ლექსი მეთარგმნა. ძალიან საინტერესოა. გისურვებთ რომ მალე იყოს დღის სინათლე და ასევე არანაკლებ საინტერესო იქნება მოვისმინოთ აი ამდენ რამეს როგორ უთავსებთ ხოლმე ერთმანეთს.
ნუ სხვა გზა არ არის. რანაირად აბალანსი. ესე იგი, ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ 24 საათი დღე-ღამეში საკმარისი არ არის, მაგრამ რას ვიზამთ? როგორღაც უნდა მოვერგოთ დროს და ვისურვებდი უფრო აი ბევრი მოვალეობა რომ არ მქონდეს, ალბათ ამ წიგნს უფრო ადრე დავამთავრებდი, იმიტომ რომ ბევრი ვიშრომე და ბევრი მასალა მაქვს და ამ ყველაფერს მინდა მივიცე ისეთი ფორმა, როგორიც ეკადრება დიდ მწერალს და დიდ ფილოსოფოს გივი მარგველაშვილს. ქალბატონი ნუგეშა საქმიანობის მიღმა როგორია? ბებია. ხო, ესე ჩედის ჩემს რეგალიებში ხო? რეგალიებში. ყველა არდაათეგებზე შვილიშვილები ჩემთან მოდიან და ეს ძალიან მიხარია, იმიტომ რომ უყვართ ქუთაისი. ნიკოლოს პრეტენზიებიც კი აქვს, რომ რატო არ დაიბადა ქუთაისში და სულ ქუთაისში რატო არ ცხოვრობს და ეს სიყვარული ჩვენგან გადაეცა ალბათ ჩემი შვილისგან, ჩემგან და მოსწონს ის გარემო, რომელშიც აღმოჩნდება ხომ, ნუ სამივეს რა თქმა უნდა, მაგრამ განსაკუთრებით ნიკოლოზია ქუთაისზე შეყვარება. კიდე სხვა განსხვავებული გატაცებები რა გაქვთ? ასე რადიკალურად შეიძლება განსხვავდებოდეს გერმანული ენისგან. კიდე ვარ ერთ-ერთი ქალთა კლუბის დამფუძნებელი პრეზიდენტი, სოროპტიმის ინტერნაციონალის ქალთა კლუბი ქუთაისის კოლხა. გვაქვს 3 სოციალური პროექტი, რომელსაც 14 წელია წარმატებით ვახორციელებ ჩემს დებთან ერთად. სოროპტიმის ნიშნავს საუკეთესო დასს. ხო, აი ცუდი ასოციაციები ხანდახან საზოგადოებაში სოროპტიმის დააკავშირებენ სოროსთან და რაღაც საოცრებებთან არის და ლათინური სიტყვაა და ნიშნავს საუკეთესო დასს. და არის 100 წელზე მეტი ასაკის ორგანიზაცია 1921 წელს შეიქმნა და ესეც ძალიან შრომატევადი საქმეა, ბევრ დროს და ენერგიას მოითხოვს. 2 დღის წინ სტუმრად ყავდა ევროპის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იედიკა ვან იესენი და გაფართოების კომიტეტის თავმჯდომარე ალისა ევინი და ჩვენი სოციალური პროექტი ერთ-ერთი ხანდაზმული ტრადიციულად საჩქარიც გავუკეთეთ ჩვენს ძვირფას მოხუცებს და ბატონი მალხაზ ბადირეიშვილი გახსნილი გულით და გაშლილი ხელით ხდება ჩვენს ყველა ინიციატივას. საკმაოდ შრომატევადი საქმე და ამ ფარგლებში კიდე გვაქვს ჩვენ სხვა აქტივობები, რომელსაც წარმატებით ვახორციელებთ. ასევე ვარ ქალები რეგიონების განვითარებისთვის ამ კლუბის წევრი, იქ ასეთი აქტიური ვერ ვარ, მაგრამ ერთ დროს თავმჯდომარეც ვიყავი. რა ვიცი, ეს რაღაცებს ვცდილობ, რომ საზოგადოებრივად აქტიური ვიყო. რამდენადაც შემიძლია. კარგი, ვიდრე დღეისათვის ნანალა დაგემშვიდობებით, გასაგებია რომ გერმანიაში ხშირად გიწევთ ხოლმე ჩაბრძანება, ეს ერთგვარი ფუფუნებაც არის, მაგრამ რაოდენ დიდი და განუსასრულია ხა შვილი ახსენეთ და გაბრაზებულიც კი არის ბრჭყალებში რომ ქუთაისში არ დაიბადაო. რაოდენ დიდი და უზღვავია თქვენი სიყვარული ქუთაისი, სადმე რამე თუ დარწმუნებული ვარ მე და ალბათ ტელემაყურებლები, ვინც გვიყურებს და თქვენი სტუდენტები და ვინც გიცნობთ, ძალიან ჩვეულებრივად გადაბარგდებოდით გერმანიაში, იქნებოდით უზრუნველყოფილი, გაცილებით მეტი ანაზღაურებით, ანუ რა გაკავებთ ქუთაისში? რატომ გიყვართ ეს ქალაქი? ბევრი მიზეზი, ჯერ აქ დავიბადე და მარტო მე კი არ დავიბადე, მეხუთე თაობით ქუთაისელი ვარ დედის მხრიდან. და იმ ფუძეზე ცხოვრობენ ახლა ჩემი დეიდა და ბიძა, სადაც ჩემ ბაბუა ცხოვრობდა, ბაბუა ჩემს ბაბუა, იმის ბაბუა და კიდე დიდი ბაბუა. და ძალიან მიყვარს გელათის ქუჩა და მწვანე ყვავილი, ნუ დედამიწის ზურგზე ასეთი ადგილი არ არსებობს. ეს არის ერთადერთი და შეუცვლელი. ამას ემატება ისიც, რომ ყოველთვის იყო რაღაც მიზეზები, რის გამოც ბრუნდები. პირველ რიგში რა თქმა უნდა ქალაქისადმი სიყვარული. არც თბილისში არ გამჩენია სურვილი, რომ გადავცხოვრებულიყავი. ჩემი ერთადერთი შვილი თბილისში ცხოვრობს და ჩემი შვილიშვილებიც. აქ ძალიან მომწონს. მეორე კიდე ყველაზე მთავარი რაც არის ასე მგონია რომ შენი სახლი სადაც არის, იქ უნდა იყო. ჩემი სახლი აქ არის. ჩემი ბუდი აქ არის და კიდე რასაც ვსწავლობ და ვიგებ და რასაც ვეცნობი, მინდა რომ ის ჩემ ქვეყანას, ჩემ სტუდენტებს მოვახმარო. და მე მინდა რომ ისეთი კარგად განვითარებული, მაღალ განვითარებული, ინტელექტუალურად განვითარებული იყოს ჩემი ქალაქი და ჩემი ქვეყანა, რასაც სხვაგან ვნახულობ. მე არ მაქვს დისკომფორტი, თუ სადმე უკეთეს რეალობას შევხვდები, იმ რეალობას შევეგუო, მაგრამ მინდა რომ მსგავსი რეალობა ჩემთან მქონდეს. მე ყოველთვის პირველად როცა წავედი, შვილი იყო პატარა და პასუხისმგებლობა შვილის წინაშე. შემდეგ დედა იყო ავად და პასუხისმგებლობა დედის წინაშე. ხა ცოტა ასაკი რომ მომემატა
ყველაზე კარგად მაინც სახლში. ყველგან კარგად ვარ. სიმართლე გითხრათ, მარბახშიც გადასარევად ვიყავი. ერთი თვის წინ გისენშიც ძალიან კარგად ვიყავი, სადაც პარტნიორული ურთიერთობის დაწყებას ვაპირებთ აკაკი წერეთლის უნივერსიტეტსა და გისენის უნივერსიტეტში ძალიან სწორი რენტგენიც კი იქაც სწავლი და ამ უნივერსიტეტში იქაც ძალიან კარგად ვიყავი, მაგრამ სახლში რომ მოვდივარ, მაინც სახლში ყველაზე მეტად მიხარი. სახლში ყველაზე კარგად ვარ, ანუ ქუთაისში. ქუთაისი ჩვენი სახლია. მოგეთ ბევრი წარმატება თქვენ სასიამოვნო იყოთ მოსმენა თქვენი, თქვენ სტუდენტებს და მოგეთ უნდა ვეცადოთ ალბათ ვისაც როგორ ხელგვეწიფება უკეთესი გარემო შევქმნათ, ბევრი ჟანგბადი გქონდეს და ბევრი სიხარული გარემო მინდა და ნამდვილი ღიმილი და არა რაღაც მოჩვენებითი ხოლმე რაც ვალდებულება უბრალოდ გულიდან წამოსული და კარგ გარემოს მგონი ვიმსახურებთ ქართველები და ვიმსახურებთ. და ვიმსახურებთ კარგი ნათქვამი. ამისთვის ბევრი შრომა საჭირო. ოჰო, თუ ვიმშრომებთ გვექნება, მაგრამ შანს ვიმსახურებთ. მოგეთ დროებით აგემშვიდობთ. ჩვენ გვინდა და დიახ. რატომ არა? თქვენს რომ გსურთ ხომ მაგიტომ დარჩეთ და ბრძანდებით ახლა თქვენს ბუდეში ქუთაისში. მოგეთ ბედნიერი დღე მინდა გისურვოთ, ნაყოფიერი სამუშაო წელი და სხვადასხვა სიახლებით და პროექტებით. იმედია ისევ შევხვდებით ერთმანეთს და მოგბრძანდებით ჩვენ სტუდიაში. მეც წარმატებებს გისურვებთ. დროებით აგემშვიდობთ. ბედნიერ დღების სიმრავლეს. ასევე თქვენს დროებით ქალბატონო მოგეშა. ძვირფასო ტელემაყურებლობო გადაცემის პირველი ნაწილი ამით დასრულებულია.